ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად, დაახლოებით ასე, სენტიმენტალურად. მოკლედ ერთმა ნაზმა და ქალურმა ქალბატონმა თავისი ბედი დაუკავშირა მამაკაცს, ძლიერ მამაკაცს. და როგორც ძლიერ მამაკაცებს მოეთხოვებათ, მანაც რა თქმა უნდა თანაცხოვრების პირველივე დღეებში გამოავლინა ძლიერი სურვილი ყველანაირად დაეცვა თავისი სუსტი ნახევარი. პირველ რიგში დაიცვა იგი მავნე გარემოსაგან. ასე ხომ უფრო მყუდრო იქნებოდა მათი ოჯახი. შემდეგ დაიცვა იმისგან, რაც მის ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა. რა ეკნა? ძალიან უყვარდა. ხო, რაც მთავარია დაიცვა ზედმეტი შრომისაგან და დიდ სულოვნად შესთავაზა მსუბუქი, ქალური საქმე. აბა რა საჭირო იყო ემუშავა სუსტ ნახევარს, როცა ძლიერი ნახევარი არაფერს აკლებდა მას. მზრუნველი ქმარი მშვენიერი ნახევრის გარეგნობაზეც კი ზრუნავდა. მართალია მშვენიერი ნახევარი სახლიდან იშვიათად გადიოდა, მაგრამ თუ გადიოდა, აუცილებლად ისე, როგორც მის მზრუნველ მეუღლეს მოსწონდა. ერთი სიტყვით, ძლიერი მამაკაცი ციმნიავს არაკარებდა ცოლს, სხვათა შორის ზაფხულშიც. უზრუნველი, მაგრამ ცოტათი მოსაწყენი იდილით გარშემორტყმული ჩვენი გმირი ხშირად ეპატიჟებოდა მეგობრებს, თუმცა მას შემდეგ რაც მზრუნველმა მამაკაცმა აქაც გამოავლინა მზრუნველობის სურვილი, მეუღლის მეგობრებმა ვიზიტებს საგრძნობლად მოუკლეს. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ჩვენს გმირს მობეზრდა ასეთი არადამოუკიდებელი ცხოვრება და ქმარს საკუთარი უფლებები შეახსენა, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა პასუხი. ოღონდ არც ისე საინტერესო. ბოლო, ნაზი ქალბატონი გამამაცდა და ოჯახი დატოვა. ხო. იმისთვის რომ დამოუკიდებლად ცხოვრებით დამტკბარიყო, ჩვენი სუსტი სქესის გმირი არანაირ სამსახურს არ თაკილობდა. თუმცა მალე მიხვდა, რომ დამოუკიდებლად არსებობა და არა ცხოვრება მას არ შეეძლო. ასევე არ შეეძლო დაბრუნება იქ, სადაც სხვათა შორის ჯერ კიდევ ელოდნენ. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი დამოუკიდებლობას მოწადინებული გმირი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ჩვენი ყოფა ცხოვრების ბორბალს ორი საწყისი აბრუნებს, ქალი და მამაკაცი. რა ფუნქციას ასრულებენ ისინი ამ საპასუხისმგებლო ბრუნვა ტრიალში? სწორი და თანასწორია მათი უფლებები, თუ პირიქით. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროთ ჩვენ მივაშურეთ იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. არა არის თანასწორუფლებიანი, მაგრამ უნდა იყოს. ჩვენთან რა ვთქვათ, რომ საქართველოში ქალი თანასწორუფლებიანი მამაკაცთან ვერასოდეს ვერ იქნება. თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. ქალი გაჩენილი მაგისტრის არის რა. მამაკაცისთვის. ყველა სიმძიმე დღეს, რაც ჩვენ რესპუბლიკაში ხდება და საქართველოში აიღო ქალმა თავის მხრებზე. კაცები უფრო დეპრესიაში ჩავარდნენ, ლოთობა დაიწყეს. და ყველაფერი დღეს თუ საქართველოს გადაარჩეს ნამდვილად ქალი. მაგრამ უნდა გამიჯნული იყოს, უნდა ვიცოდეთ, კაცის რა არის, ქალის რა არის. და რა არის ის საქმე, რომელიც ქალმა უნდა აკეთოს და ვინგან სასხრა ყოველივე ეს? უფრო ბევრი გაკეთდებოდა დღეს, რომ ბევრი ქალი იყოს პარლამენტში, აღმასრულებელ ორგანოში, მერიაში რომ იყოს ბევრი ქალი, ბევრად მეტი გაკეთდებოდა, ვიდრე დღეს კეთდება. ელემენტარულად, აი ოჯახში, სადაც ქალი მართავს, იქ სიტუაცია თუ დაკვირვებული ხართ, ვერ ქაჩავს. თუ ქალი გამოვიდა ჭკვიანი, შემთხვევაში ქალი ბევრად ჭკვიანი იქნება მამაკაცსა და ბევრად მეტის გაანალიზების საშუალება აქვს ვიდრე მამაკაცს. ქალი შეიძლება ჭკვიანი იყოს და ესმაკიც, მაგრამ კაცური შეხედვა უნდა ამ ცხოვრებას გამიგე, ქალი ისე ვერ დაინახავს. კაცურად რო შეხედვა, უცბად კაცი უნდა იყო. ქალის საქმე არის გამოზარდოს იმისთანა კაცები, რომლებიც ჭეშმარიტად წაუძღებიან მერე სახელმწიფოს. ქართველი მამაკაცები ისევე რომ ფიქრობდნენ, როგორც ქართველი დედაკაცები, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. არც ისე ლოგიკური ფიქრი მტკვრის პირას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა. პეტერე ქვეყანა დიდი ტრადიციებით. სადაც ტრადიციულად ქალი და მამაკაცი მეგობრულად ცხოვრობდნენ. Женщина друг человек. მიუხედავად აზიური კი არა, ტრადიციული. გაგებით აქ ქალები ყოველთვის აქტიურობდნენ. ეს მამაკაცის დამსახურებაა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ქალის ემანსიპაციის პროცესს წინ არავინ გადასდგომია.
კი გადაუდგნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც რკინის ქალამნებით სიარული მოდაში შემოვიდა, საწყალი მამაკაცები. საქართველოში 74-მდე ფემინისტური გაერთიანება, ორგანიზაცია თუ დაჯგუფება გაჩნდა. რაღა გიჭირთ აბა? რასახის ჩაგვრის წინააღმდეგ ამხედრდნენ ისინი დაიწერა შავით თეთრზე ნახეს საქმე. და გამოჩნდა ცხოვრებაშიც. მოკლედ მოწადინებულმა მშვენიერმა სქესმა ხმის უფლება მოიპოვა. ასე ცხოვრობენ და აქტიურობენ ქალები, ქალები კი არა, მანდივოსნები. ქვეყანაში სადაც არავის ცალია მათი უფლებების შესაზღუდად. ძალიან პროვო კაცი ული სიუჟეტის დასასრული. ხო და ასე იყო. სცემდნენ და სცემდნენ ქართველი მამაკაცები ქალებს. თაყვანს სცემდნენ და სცემდნენ პატივს. რა ვამაკადრებთ მანდივოსნებს ისეთ საქმეს ჩვენ კაცებს რომ გვაქვსო. კარგი რომ გვინდა მათთვის, მიტომ არ ვაძლევთ უფლებას გაერიონ იქ, სადაც საჭირო არ არისო. ისე კი ვართ ევროპელები, მაგრამ თლა ევროპულადაც არ შეიძლება ცხოვრება. აბა ვის ხავს ევროპაში ისე გაკულტებული ქალი ჩვენ რომ გვყავსო. ქალი უმციკლო და კლდემამოსილი გვინდა. ფემინისტი გადარეული ყავდეთ იმ გადარეულ ევროპელებსო. ხო და ჩვენ ჩვენებური წესები გვაქვს. ქალი კუხნაზე, კაცი სუფრაზე. აბა ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა და მერე ევა. ყველა ხელოვანი თავის შედევრს ჯერ შავად ქმნის. ქალს თავისი ადგილი აქვს ოჯახში. საზოგადოებაში. ქალი ხელის გულზე უნდა ატარო. ცოტა თავისი ფეხითაც. ხო და ასე ცოტ-ცოტა თავისი ფეხით სიარულით იყო, რომ 1791 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს ისეთი მოთხოვნები დაიწყეს, რაც არ იყო მათი საქმე. ჩემი გადაწყვეტილების უფლება არის შელახული იმასთან შედარებით, რაც აქვს მამაკაცს. და ჯერ კიდევ სკოლაში საკმაოდ მწვავედ გრძნობდი ამას, რომ ძალიან მიყვარდა, ძალიან აქტიური ვიყავი ფიზიკურად მომქმედი და ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში, რადგანაც არ შეიძლებოდა ჩემთვის ფეხბურთის თამაში, თუმცა ყველაზე კარგად ვთამაშობდი კლასში ფეხბურთს. ელაპარაკე ახლა, სად ფეხბურთი და სად ქალი? მე ვთვლი, რომ უნდა იყოს ყველაფერი წონასწორობაში, არც ქალური სამყაროს მომხრევარ და არც მხოლოდ მამაკაცურის. ვთვლი, რომ ორივე სქესი ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი. ვთვლი, რომ ქალი პოლიტიკაში მოიტანს იმას, რასაც დღეს პოლიტიკას აკლია, ანუ აი კონკრეტული ადამიანის ადგილას. ქალების ნამართი სახელმწიფო არ გაიშვას. რომ ყავდა მე-12 საუკუნეში და დღეს კიდევ თავიდან იმ მე-12 საუკუნესაც კი ვერ გაუსწორდი ცნობიერებით, ამაზეა ლაპარაკით. კი, მაგრამ რით არ მოგხიბლათ ჩვენმა ცნობიერებამ, ვითომ? რამ კაცრი ხდება ხელისუფლება და მამაკაცი ქალის მიმართ, როგორც კი ის იწყებს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის. აი, გამოვლინდა პირველი სისასტიკე. თორე რასაც ქალი თხოვდნენ, მაშინ იყო სულად ნორმალური. ყოველ შემთხვევაში დღეს ეს მიღწეული. მთელი ჩვენი ცხოვრება სქესთა ბრძოლა. ძალიან ჭკვიანი ხალხის საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. თუ ამ გადაცემის ნახვის შემდეგ ქალები უკმაყოფილოები დარჩნენ, ესე იგი აუცილებლად კმაყოფილები დარჩებოდნენ მამაკაცები და პირიქით. აბა